لكن عنده إيمان راسخ მაგრამ მას ქონდა სუფთა რწმენა, სუფთა იმანი. ძმებო, ეს არის والله ძალიან დიდი გამოსვლა. მიუხედავად ახალი მუსლიმებისთვის, ხალხი ხანდახან იღებს ისლამს და ანუ სუფთად თავიდან კი იმანი ძლიერია და ასე შემდეგ, მე მაგას ეგეთ ხალხს უფრო ანუ შეტევა მშობლების მიმართ, ნათესავების მიმართ, ახლობლების მიმართ, მაკაცების მიმართ და ხანდახან შეიძლება ხალხი ანუ იგრძნოს სისუსტე. ხალხი მაგას ანუ უნდა რომ დაბრუნდეს ისევ თავის რელიგიაში და ასე შემდეგ. და აშენებენ ხანდახან ეგეთ ხალხი, ბევრი იყო ეგეთი შემთხვევები. უნდა მაგდროს იყოს რა მუსლიმანებთან ერთად უნდა იყოს და თუ ვიღაცა მუსლიმი ხედავთ და ვიღაცა ახალი არის ვინც მიიღო ისლამი უნდა ხარში დაუდგეს ცოდნა მისცეს დაეხმაროს ხარში დაუდგეს რომ არ იგზნოს ის ადამიანი მარტო იმიტომ რომ ბევრი არის ეგეთი გამოს ბევრი და მიუხედავად იმისა შეიძლება ადამიანი იყო მუსლიმი ბავშვობიდან ეგეთ ხდება მუსლიმია შეიძლება ბავშვობიდან დაიწყო ლოცვა ნამაზი დაიწყო ლოცვა დაიწყო იბადათი დაიწყო მისი მუსლიმები მშობლები ნათესავები მაგას კიდე ეშხობებიან რატო აკეთებ მაგას ძალიან ბევრს რატო ლოცულობა ან რატო ლოცულობა რა თქინდაც ვერიო მაგალითად რატო შარვას ანუ შენ ჭრიო ქვევიდან ან ხიჯაბიან დებს ეუნებიან რა თქინდა ეს ხიჯაბი მოხსენიო რამე უფრო დებზე მოდი შეტევა ამიტომ ჩემო ძმაო და ჩემო დაო იცოდიო რომ ეს არის გამოსთა ალლაჰისგან გაიხსენე ქაბ იბნ მალიკის ისტორია მე დარწმუნებული ვარ ძმებო რომ შეიძლება აქ ვინზის უმეტესობას ჩვენსგან ეგეთ რაღაც მოგვივიდა ცხოვრებაში ამიტომ გაიხსენე ყოველთვის ქაბ იბნ მალიკის ისტორია 50 დღე ბოიკოტი იყო გამოცხადებული მისთვის და ასე შემდეგ არა უბრალო ხალხი ამ რამე საუკეთესო ხალხი საჰაბების მიმართ და შომავრ სალასა მიმართ მეუხედავად იმისა არ დანებდა იაყულუ ქაბამ თქვა ყულტუ ჰადიჰი მინალ ბალა ეს არის გამოსთაო ჩემთვის